რა ხდება, როცა ღმერთი შენს შესაწირს არ იღებს, შენი ძმისას კი იწონებს? ედემის აღმოსავლეთით, როცა ქვეყნიერებაზე მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ორი ძმა. კაენი მიწას ამუშავებდა, აბელი კი მაღლა მთებში, ფარას მწყემსავდა. ორივემ ღმერთს ძღვენი მიუტანა. აბელმა საუკეთესოები ამოარჩია, თავისი ფარის პირველ მოგებული, ყველაზე კარგი ნაჭრები. კაენმა კი ნაყოფი მიიტანა. უბრალოდ, რაც მოხდა. ღმერთმა აბელის შესაწირი მიიღო, კაენისას კი ზურგი აქცია. მაგრამ ღმერთი არ წასულა. მან კაენს შეხედა და უთხრა: სახე რატომ ჩამოგტირისო? თუ კარგად მოიქცევი, ხომ მიგიღებო? მაგრამ თუ არა, ცოდვა შენს კართან ჩასაფრებულა. მას შენი დაუფლება უნდა, შენ კი მასზე უნდა იბატონო. ეს ყველაზე მკათიო გაფრთხილებაა, რაც კი ვინმეს ბიბლიაში მიუღია. ეს არც იღავია და არც გამოცანა. ეს იყო ღმერთის პირდაპირი ნათქვამი ადამიანისთვის, რომელიც მის წინ იდგა. კაენს ყოველი სიტყვა ესმოდა. მერე კი ძმას უთხრა: წამოდი, მინდორში გავისეირნოთო. მინდორში ბალახი ჯერ კიდევ თბილი იყო. აბელმა კომბალი გვერდზე გადადო და ჩამოჯდა. ის აღარასოდეს ამდგარა. დედამიწაზე პირველი სიკვდილის შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს იყო არჩევანი. ღმერთი დაბრუნდა. სად არის შენი ძმაო? ჩემი ძმის გუშაღი ხომ არ ვარო? მიწამ, რომელმაც აბელის სისხლის შესვა, კაენისთვის ნაყოფი მოცემაზე უარი თქვა. ის ქვეყნიერებაზე დახეტებოდა, თან დამღა დახვებოდა, არა მოსაკლავად, არამედ საცნობლად. ღმერთმა ის გააფრთხილა, დროც მისცა. ზუსტად უთხრა რა იყო მის კართან ჩასაფრებულა. მან კი კარი მაინც გააღო. ახლა ამ წუთას შენს კართან რა არის ჩასაფრებული?